დონალდ ტრამპმა ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. 30 აპრილს ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღე შესრულდება. სწორედ ამიტომ ჩქარობს დონალდ ტრამპი უკრაინაში ომთან დაკავშირებით შეთანხმების დადებას. ტრამპის ტრიუმფალურმა დაბრუნებამ თეთრ სახლში ბევრს უკეთესი მომავლის იმედი მისცა, მაგრამ რა შედეგებით შეუძლია ტრამპს იამაყოს მეორე ვადის ამ ეტაპზე? ტრამპი იძულებულია უკან დაიხიოს ტარიფების ომში. ჩინეთი მკაცრად მოითხოვს ყველა ტარიფის მოხსნას მოლაპარაკებების დაწყებამდე. ევროკავშირი ასევე იცავს თავის ინტერესებს. კანადა თავის მოკავშირედ ევროპას მიიჩნევს და არა შეერთებულ შტატებს. ტრამპის სავაჭრო ომი მსოფლიოსთან საფრთხეს უქმნის ამერიკის ეკონომიკას, ტრამპის პოპულარობაც ეცემა. იურესიორჩის მონაცემებით მისი რეიტინგი 40%-მდე დაეცა. ტრამპმა ასევე ვერ შეძლო უკრაინაში ომის შეჩერება. უკრაინას ევროკავშირი უჭერს მხარს. რუსეთი ჩინეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს ორ სკამზე დაჯდეს ამერიკასა და ჩინეთს შორის. თუმცა ჩინეთი პუტინსა და ტრამპს არ მისცემს შეთანხმების მიღწევის საშუალებას პეკინის მონაწილეობის გარეშე. იქნება თუ არა ტრამპის 100 დღეს საამაყო მიღწეული შედეგებით? ან იმპერატორ ნაპოლეონის 100 დღეს დაემსგავსება, როდესაც ნაპოლეონი ვატერლოოში დამარცხდა და შემდეგ საიმპერატორო გვირგვინი დაკარგა? მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი.